გამარჯობა ჩემო არხის მაყურებლებო და ჩემო მსმენელებო, დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ძალიან მოკლედ მოგახსენებთ 21 წლამდელმა პატარებმა ჩვენმა ბიჭებმა გაგვახარენ და ჩვენი მოსახლეობა დაბუნებული ვარ ამაში, ერთი-ორი მოიგეთ და ძალიან მნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერეს. პრინციპში ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა და ძალიან სანახაობრივი მატჩის შემოგვთავაზე ჩვენმა ბიჭებმა. ეხლა კი ჩემო არხის მსმენელებო, იმის შესახებ რა შეეხება, რომ პორტუგალია და საფრანგეთმა 0-0 ითამაშა და ქულები გაიყვეს, ერთი ქულა ორივე გუნდს და შემთხვევაში ასე გამოიყურება ჩვენ ჯგუფში მდგომარეობა. ჩვენ სამი ქულა გვაქვს მოგების შემდეგ და იმათ ითამაშეთ თითო ქულა, ერთი ქულა ჩემო არხის მსმენელებო და ეხლა ასე გამოიყურება სიტუაცია. ამ შემთხვევაში დღეს საფრანგეთი კი ფავორიტი იქნება, ჩვენთან ფავორიტით წავდგება და პირველ ნომრად მოახერხებთ თამაშს და ბურთის ფლობის და ბევრი რამე შეიძლება გამოირჩეოდეს. ეხლა კი პრინციპში რომელიც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანესი 5 წუთი იყო დამატებული და პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიდა გონდეზიანმა მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა და დღეს როგორც ვიცით რომ ეჭვიან მეპარება 14 ივნისს დღეს ჩვენი ბიჭები კიდე შეძლებენ და საფრანგეთთან სასურველ შედეგს დადებენ. მოგების შემთხვევაში კი ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გადის ერთი სიტყვის და წარმატებები მინდა უსურვო. ეხლა კი რა შეეხება მსოფლიო ჩემპიონატი, საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება დღეიდან 14 ივნისიდან აიღეს სტარტს. პირველი თამაში გამართავს ინტერ მაიამი, რომელიც საღამოს 4 საათზე დაიწყებს და თბილისის დროის საღამოს მადრიდის ატლეტიკოს კი ეთამაშება პარი სენ-ჟერმენი და ძალიან მაგარ ფორმაშია პარი სენ-ჟერმენი პრინციპში და ძალიან მაგარი ფეხბურთელების ყავს დაკომპლექტებული თავისი ფეხბურთელებით ეს გუნდი და ძალიან შემუშავებულია, თითქოს შეთამაშებულები არიან და პრინციპში იმით მინდა ვთქვა, რომ ეს ყველა ერთმანეთზე უკეთესი გუნდები სიტი, დორტმუნდი, კიდე იუვენტუსი და რამდენიმე 63 თამაში იქნება ერთი თვის განმავლობაში. დღეიდან აიღეს სტარტს და 13 ივნისს კი დასრულდება და ფინალს მოიგებს, ამას ყველაფერს ნახავთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და